ახლა მსოფლიოში ისეთი ამბები დაიწყო, რომ მე ვაპირებ თავიდან ბოლომდე აგიხსნათ ისრაელ-ირანის დაპირისპირება, კონფლიქტის რეალური მიზეზები და საბოლოო მიზნები, რომელსაც ჩემგან ხელმარჩენილ თქვენ ხედავთ. რამოდენიმე დღის წინ იცით რომ განხორციელდა ისრაელის მიერ ირანზე მასიური შეტევა, კონკრეტულად ბირთვულ ქობინებზე, სადაც ირანი ამზადებს, ესე ვთქვათ, თავის ბირთვულ არსენალს, სადაც IDF-ი, ანუ ისრაელის არმია და გენშტაბი მოსადი იუწყება, მაგრამ ამ ყველაფრის უკან დგას ძალიან კომპლექსური და ძალიან კონსპირაციული მიზნები, მეგობრებო, რის ახსნასაც აი თავიდან ბოლომდე ვაპირებ ამ ვიდეოში, ესე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და სანამ ამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა აი ეს გენიალური საჩუქარი, რომელიც მივიღე კომპანია Abrasgan, რომელიც ამზადებს გარე ფასადის რეკლამებს, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, ესე ვთქვათ, მანათობელა, ესე ვთქვათ, ინვენტარი, რომელიც თქვენს ოთახს, თქვენს სარეკლამო, მაგალითად, რეკლამირებისთვის, რომელიც გჭირდებათ გარე ფასადებისთვის, ან თუნდაც შიდა ინტერიერისთვის, აღწერაში დაგიტოვებთ, მეგობრებო, links, ანუ pages ამ Abra კომპანიის, რომელიც შეგიძლია თქვენ გადახვიდეთ, რავი, ნახოთ, დაუკავშირდეთ და შეუკეთოთ თქვენთვის ნებისმიერი და თქვენთვის სასურველი დიზაინის ინვენტარი. ყველაფერი აღწერაში მითითებულია, WhatsApp-ი და ასე შემდგომ. ეს არის მართლა ძალიან მაღალი ხარისხის და მადლობას უხდი კიდევ ამ კომპანიას, რომ ესეთი გენიალური საჩუქარი განმოცეს შერიფი უცხო. ძალიან მაღალ ზიანათებს, ახლა უბრალოდ არ გავანათებ, იმიტომ რომ სახის გადანათებას გამიკეთებს და კონცეფტს დავუკარგავ ამ ვიდეოში, ასე რომ აღწერაში ყველაფერია მითითებული. ახლა კი გადავიდეთ, მეგობრებო, ჩვენთვის ძალიან მაგარ ვიდეოზე. ეხლა რა მოხდა, მეგობრებო? სანამ ეს ამბები დაიწყებოდა და ისრაელი დაიწყებდა სპეცოპერაცია სახელად აღმავალი ლომი, Rising Lion, ესე უწოდა ისრაელის გენშტაბმა, მაქამდე რამოდენიმე თვით ადრე, 17 აპრილს გავრცელდა ინტერნეტში ექსტრემისტული, ესე ვთქვათ, ვიდეო შინაარსის, ესე ვთქვათ, ლიკი, ანუ დაილიკა, სადაც ფეთქდება ალაქსას მეჩეთი და შენდება იქ სოლომონის ტაძარი, ახალი. აი ამ შინაარსის ვიდეო გავრცელდა დაახლოებით რამოდენიმე თვის უკან, სანამ ეს სპეცოპერაცია დაიწყებოდა. ეს სპეციალურად AI-ის მიერ დამზადებული იყო ეს ვიდეო. ტერტევორდმა გააზიარა, სადაც ალაქსა ფეთქდება და აშენებენ, ახლა უყურეთ. ამას დაუბრუნდებით ცოტა ხანში. და ზედ მეგობრებო, ახლა უყურეთ. და ალაქსას მაგივრად შენდება სოლომონის მესამე ტაძარი. და ამას რა დატვირთვა აქ ეხა? ეს ჩემგან ძალიან ბევრი ვიდეოთი იცით. მეგობრებო, ნახეთ. აი ეს ჩემგან ხელმარჩენილ არის დიდი ისრაელის გეგმა, რომელიც ეს ეხლა კი არაა დაწერილი. ეს არის ჯერ კიდევ აი 50-იანი წლებიდან, როდესაც ისრაელის სახელმწიფო აქ ჩამოყალიბდა, სადაც იდეაში მოაზრებული იყო არა მარტო ის მიწები ახლა რასაც ისრაელი ფლობს რეალურად, ხო? არამედ იდეა, ანუ სიონისტური იდეა, ყოველ შემთხვევაში აქ მე რიგით ებრაელებს არ ვადანაშაულებ, აქ იმ ადამიანებს, რომლებიც კულისებს მიღმა, რა თქმა უნდა, ამ პროცესებს მართავენ, ხო? ეს ძალიან კარგად ვიცით ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ ახლა ვინები არიან, მაგ ყველაფრის უკან და ვინები აკეთებენ, ეს ანუ ორი სხვადასხვა რამეა, სიონიზმის სხვა რამეა, სიონიზმი და კლასიკური ებრაელის სხვადასხვა რამეა, ეს მინდა იცოდეთ. მეგობრებო, ეხლა რასთან გვაქვს საქმე? State of Israel, ანუ დიდი ისრაელის გეგმა, რომელიც ჯეფრი საქსმა რამოდენიმე ვიდეოს, არა, პოდკასტში ტაკერ კარსონთან, აი ხალხას რომელიც დაიდო, განაცხადა, რომ ეს გეგმა, რომელიც დამუშავებულია მოსადისა და დიდი სიონისტების მიერ, მეგობრებო, ის მიზნად ისახავს ბიბლიური დავითის. ანუ თქვენ ხო იცით ბიბლიაში დავითი, რომელიც იყო ისრაელის მეფე, რომელსაც ჰქონდა უზარმაზარი მიწები მთელი ბიბლიის ისტორიის მანძილზე, რაც კი ხდება და ისრაელის ისტორიის მანძილზე, ჰქონდა ყველაზე დიდი მიწები და მიზანი სიონისტური ისახავს, რომ აღდგეს ძველი დავითის ძლიერება ახლო აღმოსავლეთში, რომელიც თავისთავად მიზნად ისახავს, ეხლა თქვენ ხედავთ აი ეს საზღვრებს, ნახეთ, ლიბანის, ერაყის, სირიის, ღაზა, დასავლეთ სანაპირო ეგენი ხო საიში არა, იორდანია და მთლიანად ერაყისა და ირანის გარკვეული მიწების შესვლას, რაც ეს არის დიდი პროექტი, ნუ ეხლა მე რას ეს არის თეორია, რომელზედაც დგას კლასიკური განმარტების სიონიზმი,
ანუ აღდგენა იმ ბიბლიური დავითის მიწების, რომელმაც ისრაელმა უნდა მოახდინოს, ამ საუკუნეში ამ შემდგომში, მაგრამ მე ჩემი პირადი აზრის თანახმად ეს ამ საუკუნეში მოხდება. ეხლა ეს ვიდეო ხო გავრცელდა, სადაც ალაქსა ფეთქდება, სოლომონის მესამე ტაძარს აშენებენ. ეს უკვე ნეთანიაჰუმ წარადგინა დიდი ისრაელის გეგმა, ოღონდ ეს საზღვრები მან არ იყო მითითებული, ეს მინდა ხაზი გაუსვა, იმიტომ რომ ნეთანიაჰუ რომელიც წარადგინა აქ იყო უკვე ღაზა მთლიანად შეერთებული იყო და დასავლეთ სანაპიროს შეერთება ეს უკვე დროის საკითხია. და ეხლა რა ხდება? რამოდენიმე ხანში, მეგობრებო, აი ხა უყურეთ. ხდება ასეთი რამ. ისრაელი იწყებს სპეცოპერაციას, აღმავალი ლომი, რომელიც მიზნად ისახავს ირანში ბირთვული ქობინების განადგურებას. ნუ ბირთვული ინვენტარის რითიც შემდგომში უნდა მოხდეს ბირთვული იარაღის დამზადება და როგორც ისრაელის ოფიციალური წყაროები უწყებიან, დაახლოებით წლის ბოლომდე ირანს 9 ბირთვული იარაღი ექნება. World feared has just happened. Iran has officially rejected the US proposal, and now the countdown to a major conflict has truly begun. Just days ago, the United States gave Iran a clear ეხა უყურეთ რა ხდება, მარტო თან გითარგმნით, ეს მოკლეა და იმიტომ განახებთ, რომ არ მინდა პრორუსული გეგონო და პირდაპირ ამერიკულ წყაროებს განახებთ. მეგობრებო, ანუ ამერიკამ შესთავაზა დიალოგი ირანს, რომ ბირთვული განაიარაღება მოხდარიყო რაზედაც დაარეჭექთა, ანუ უარი უთხრა ამ ყველაფერზე და ისრაელმა დაახლოებით 3 თვის წინ შეადგინა ესე ვთქვათ სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა კონკრეტულად სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამ ბირთვული ქობინების განადგურებას. Your ultimatum: step back from your ambitions or face serious consequences. ანუ უკან დაიხევო და უარ სიტყვა შენ ბირთვულ ამბიციებზე, ან კიდე აგაფეთქებთო რა, ანუ ეს ერთობლივი შეთავაზება იყო ისრაელისა და ამერიკის, იმიტომ რომ ირანმა რო ბირთვული იარაღი გააკეთოსო, ოფიციალური ისრაელი უწყება, რომ ჩვენ დაგვიმოვავენ, ჩვენ აგვაფეთქებენო. Meanwhile, Israel is already one step ahead, with plans in place to take action against Iran's key nuclear sites if needed. But despite all this pressure, Iran still said no. And here's where it gets serious. According to the latest IAEA reports, Iran now holds over 408 kilograms of 60% enriched uranium. 40 ანუ ნახეთ, თითქმის ურანი გამდიდრებული აქვს. თითქმის. და სულ ცოტა რჩებათ უკვე ბირთვული იარაღის დამზადებისთვენ. ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი ეს. 1-2 წელში არ მოხდარეს ხანგრძლივი ემბარგო ამის გამოვედო ირანს და ამიტომ არიან ამერიკა და ირანი გადამტელებული, რომ თითს უქნებდა ყოველთვის, რომ შენ ბირთვული იარაღი არ უნდა კონდეს. Enough nuclear capabilities to build up to 9 nuclear weapons. ხო, აი, როგორც გითხარით, 9 ბირთვული იარაღის დამზადება შეძლება წლის ბოლომდე. ნუ ეხა როგორც ისრაელი უწყება, წლობით გადაეწიათ ხო ეს ყველაფერიო რა, იმიტომ რომ სერიოზული დარტყმა მიაყენა ისრაელმა, ამასაც განახებთ ეხა ვინები მოუკლა როგორ და იმიტომ მივყვებით თანმიმდევრობით, რომ ყველაფერი მინდა თქვენ, ანუ ნახეთ, ყველაფერი უნდა ნახოთ კომპლექსურად მეგობრებო და ყველაფერი სინქრონულად უნდა ნახოთ, რომ ამ კონტექსტიდან ამოვარდნილი by the end of 2025. And let's be real, the US and Israel won't let that happen, which means conflict may now be unavoidable and possibly a major one. ანუ ნახეთ ანუ ამ ყველაფერზე რომ დააკენსელეს და უარი უთხრეს, ანუ ეს სიტუაცია გახდა უკონტროლო და ნებისმიერ წამს შეიძლება სერიოზული სახე მიიღოსო და ეს ყველაფერი დაიწყო 14 ჯუნაი, 14 ივნისს, აგერ ხედავთ, სადაც ისრაელის ჯეტები, ანუ ავიაგამანადგურებლები, მათ შორის ერთ-ერთი წყარო იუწყება, რომ ირანმა ჩამოაგდო F-35, რაც მე ძალიან გამიგვირდა, იმიტომ F-35 არის ძალიან მაღალი განვითარების ტექნოლოგიის ავიაგამანადგურებელი. აი რას ამგვაქვს, მეგობრებო, აი ესეთი Star Wars-ი, აი Star Wars-ი ხო იცით, აი დაახლოებით ეგ ეს არის ირანის თავზე. ეს არის ებრაული ტიპის გამანადგურებელი. პროსტად ებრაული თვითფრინავი. და ნუ აი ნახეთ, ერთი ჩამოაგდეს. და ეხა მეორე დარტყმა იქნება. აი ეხა უყურეთ, ხო აი ეგ. და საბოლოო ჯამში რაღაც ნაწილი ხა ანუ რომ დაიწყო ეს წამიგდა რამხელა მანძილია დაახლოებით არის 1500 კილომეტრი ისრაელიდან ირანამდე რა. თვითომეტეს ზაგროსის მთები აქეთ ანუ რომელიც ერახს ესაზღვრება ირანს აქვს ძალიან დიდი მთათა სისტემა, ანუ სახმელეთო ოპერაცია ძალიან რთულია ირანთან ზოგადად, იმიტომ რომ გარშემო მთლიანად ანუ საიდანაც შეიძლება გადასხა ეს თუნდაც კასპიის ზღვის მხრიდან იქნება ჩრდილოეთიდან თუ ეს იქნება სამხრეთ დასავლეთი ყველა ძალიან დიდი მთათა სისტემა აქვს რა და ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები არის განლაგებული ძალიან მიუდგომელ ადგილებში რა. ხო და ამიტომ ძალიან რთულია ისრაელისთვისაც ხა რა ხა ვიცით რომ ისრაელი ძალიან მაღალ ტექნოლოგიებს ფლობს, მაგრამ ისრაელისთვის ძალიან რთულია ამების განადგურება, მაგრამ ამის ფონზე მინდა განახოთ რომ აი ნახეთ მეგობრებო, აი ეს მაღალჩინოსნები მოუკლეს როგორც იუწყება მოსადი. ჰუსეინ სალამი, თავარი ჩეფი, შეერაღებული ძალების უფროსი, ამირალი მოჰამედ ბეღერი, მეჟორ გენერალი, მთავარი გენერალი. ისმაილ ქანი,
ფერეიონ აბასი, ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი შეფი მაღალჩინოსანი. ანუ გადაადუღეს რა, მათ შორის აიათოლა ხომეინის იმასაც დაარტყეს რეზიდენციას, მაგრამ შიგნით არ იმყოფებოდა. ხო, და აი რას თავგვაქვს, ეხლა მეგობრებო, ნუ ეს მოჰამედ თერენჩი ირანელი თეორიული ფიზიკა, ვინც ბირთვული იარაღზე, ანუ აქამდე ვინც მოიყვანა თეორიულად და ვინც ამ ბირთვული კვლევის ლაბორატორიებში მუშაობს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკიდურესად გასაიდუმლოებულია, როგორც იცით, ძალიან დიდი სანქციები და ემბარგო იყო ირანზე ბოლო ათწლეულები, სწორედ ამ ბირთვული პროგრამის გამო. ანუ ყველა გაასაღეს ერთ დღეში ყველა, ანუ თავარი მაღალჩინოსნები ვინც ხო ისრაელმა, მაგრამ მე რა მოხდა, ეხლა რა ხდება, ეს ხომ მოუკლეს და ეხლა გუშინ წინ ღამე დაიწყო უკვე თელ-ავივზე, მაგრამ ეხლა განსხვავება რას მინდა ხაზი გაუსვა, ეხლა არ მინდა მიკრწვეულად გამომივიდეს, მაგრამ ეხლა ისრაელმა არ დაარტყა სამოქალაქო იმას, რა ქვია, საცხოვრებელს, მაგრამ იმან რა ქვია, ირანმა მიიტანა პირდაპირ სამოქალაქო იმაზე რა, რაც ომის კანონებითაც აი მაგალითად რასაც რუსეთი აკეთებს. ანუ თუ მაგა ეხა უკრაინას არ არის მაგაში ანგელოზი მინდა გითხრათ, მაგრამ ანუ რუსეთმა რაც იცის, ეს არის რომ პირდაპირ საცხოვრებელ სახლებს ბომბავს. იგივე გააკეთა ირანმა. ეხა, ანუ ამაზე უეჭველი უნდა, ანუ საერთოდ მე ანუ ომს ეხა აქვს თავისი კანონები, გინდა არ გინდა. შენ ეხა აქ თვლი ისრაელს დამნაშავედ არ თვლი და ეხა ეგ სხვა საკითხია, მაგრამ ის ფაქტი რომ ისრაელმა გაანადგურა სტრატეგიული ობიექტები და ირანმა დაბომბა თელ-ავივი, ანუ მორალურად, ანუ ბჭყალებში ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ისრაელი აქ უფრო სუფთა აქ, მაგრამ ეხა იქ პალესტინაში და ღაზაში და იქ რა უბედურებებიც ხდება, ხო? ამაზე ეხა მე რა თქმა უნდა თვალებს არ დავხუჭავ და იქ რაც ეხლა მიმდინარეობს და რაც ჩვენ ამ ბოლო იმის დამიხრევთ მე ისრაელის დროშაც მე კიდე აქ და მხარს უჭერდი პროპორციული ძალების გამოყენებას, მაგას არც უარყოფ არასდროს, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას და მათ შორის ისრაელს აქვს საკუთარი თავდაცვის სრული უფლება, მაგრამ შემდგომში რაშიც გადაიზარდა უკვე ეს ყველაფერი. აქ ცალსახად ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ, სადაც ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი მოკვდა და ეს უნდა ვთქვათ და ამას ვამბობ აქედან, იმიტომ რომ ეს მორალურად ნამდვილად არ არის გამართული. მაგრამ ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ობიექტურები თუ იქნებით, უფრო ღრმა წავალთ და ღრმად იმაში წავალთ, რომ სუნიტური არაბული ქვეყნები, არაბთა გაერთიანებული ემირატები, საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი და ეგენი იმის მაგივრად რომ პალესტინას რაიმე დახმარებას უწევდნენ მთლიანი ამ კონფლიქტის განმავლობაში, თუნდაც ერთ ჰუმანიტარულ დახმარებას პარაშუტით ზემოდან უგდებდნენ, ამის მაგივრად ჩვეულებრივად არიან ისრაელის ლაქია ძაღლები ახლო აღმოსავლეთში. და უფრო მეცაც გეტყვი, შიიტური ქვეყნები როგორიცაა ირანი, ლიბანი მაგალითად, ხო? და მაგალითად ის არის იემენი, ხო? ანუ თავის ფუნდამენტურ ტერს, ანუ ისრაელს ანუ რაღაც დოზით მაინც წინააღმდეგობას უწევენ. ახლა ისრაელს უკარო ამერიკა დგას, ახლა ფაქტია და ისრაელს რომ რაემართოს, ახლა ამერიკა იმხელა პატრონი ყავს, მაგას ჩემ მდგომარეობაში კი არ არის, რავი, ხვალზე რუსეთს რო რამე დაისის რო აქ შემოვიდეს, მე მინდა მიცავს, თორე ისრაელს ყავს იმხელა ამერიკა თავისი მთელი, რავი, საზღვაო სახმელეთო ქვეითებით, რომლებიც უდაიცავენ თავისი ტექნოლოგიით და თავისი ინოვაციებით, მაგრამ აქ მეგობრებო უნდა გამოვყოთ ის ფაქტი, რომ დღეს რაც ახლა ახლო აღმოსავლეთში ხდება, აი მე კიდევ ერთხელ განახებ, ნუ ეს კადრები ახლა იცით აღარ განახებ, ნუ ეს თელ-ავივის თავზე რა ხდებოდა. აი ხა ეს კადრი მინდოდა მენახებინა თქვენთვის, აი ეხა ირანი და ერაყს და თვითონ ისრაელმას დახურა საჰაერო სივრცე, ნუ ისრაელმა დღეს გახსნა, მაგრამ ირანს კიდევ დახურული აქვს, იმიტომ რომ განუწყვეტლება ახლაც კი ვიდეოს როწერ ისრაელი აყენებს მის სტრატეგიულ ობიექტებს დიდ ზარალს. ნახეთ, საქართველოს თავზე, ანუ საქართველოს საჰაერო სივრცეს იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები გადასაფრენად. და ეს მშვიდობა რაც ამ საქართველოს აქვს, იმიტომ რომ ეხლა თქვენ რო შეადართ უკრაინა ხო ჩაკეტილი აქცა. ნუ რუსეთის გარკვეულ ნაწილზე ფრენები არ არის, როგორც ვიცით, ხო? აგერ ერაყი, ირანი ჩაკეტილია საჰაერო ფრენა. და ნუ გახსნილია კუვეიტი, არაბთა გაერთიანებული ემირატები და ძალიან ვიწრო დერეფნები აქვთ, სადაც ამ იმებს იყენებენ, ხო? იმიტომ რომ ისრაელი ხან კეტავს, ხან აღებს. ანუ საქართველო არის ღმერთისგან დალოცვილი ქვეყანა, რომელმაც ამდენი ხნის განმავლობაში მართლა შეინარჩუნა საკუთარი სტატუს კო, ეს უნდა გამოვყო და ჩვენ ცალსახავ თქვა, იმიტომ რომ ორი კონფლიქტი გვაქვს აგერ ყურის ძირში, ერთი უკრაინის დაახლოებით, რავი, რამდენი კილომეტრი, 1000 კილომეტრი, 1500 და აგერ 2000 კილომეტრში არის ეს კონფლიქტი. რომელიც არის ძალიან გადამდები, ჩვეულებრივად, იმიტომ რომ აქ მეგობრებო, აქ მიდის სოფლიო ძალთა ბალანსის ხელახლა გადანაწილება. მე თქვენ ტყუილად არ განახეთ აი ეს კადრები, რომ ეს პროექტი, რომელიც დაწყებულია თვითონ ამერიკელი სიონისტების მიერ, რომელიც ამერიკაში არიან, ეხლა აქ მე მინდა ხაზი კიდევ ერთხელ გავუსვა ერთ ფაქტს. კლასიკური ჩვეულებრივი ებრაელი, რომელიც ეხლა ისრაელის მოქალაქეა, აი ამ იმაში, გეგმაში მას მონაწილეობა არ მიუძღვის. ამიტომ ანტისემიტური არ უნდა იყოს ეს განწყობა მაგ განხრით. ჩვენ როდესაც ვაკრიტიკებთ ანუ კონკრეტულად ანტისიონისტურ გეგმებს, აქ ხედველობაში უნდა ქონდეს ის ძალები, რომლებიც თვითონ ისრაელსაც მართავენ. ანუ რიგით ებრაელსაც კი არ ეკითხებიან.
ანუ რა მაგალითად ეხა რიგითი ებრაელი რომელიც მაგალითად ეხა მოყვა თელავებში ამ ბომების მაშინ მაგალითად წვიმაში ხო მათ შორის ქართველი ებრაელები რომელთანაც ეხაც მაქვს ურთიერთობა ანუ მათი ბრალი კი არა ეს რაც ხდება ამეთ ბრალი არის სიონისტების რომლებიც ამერიკაში არიან რომელიც მართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და რომელსაც მიყავთ აი ეს გეგმა მსოფლიოში მაგიტომ დაარსდა ისრაელის სახელმწიფო, მაგიტომ მიდის ეს პროექტი, ეს უნდა განხორციელდეს და ტყუილად არაზიარებენ ვიდეოებს, სადაც ალაქსას მეჩეთი იერუსალიმში ფეთქდება და ზედაშენებენ სოლომონის ახალ ტაძარს. რას ნიშნავს ეს? ჩემი ვიდეოები ძალიან კარგად იცით, ვის მოსვლას ისინი ელოდებიან. ამიტომ ხალხო, ნახეთ, მე ისრაელში მცხოვრებ ებრაელებსაც მიმართავ, რომლებიც არაერთი მიყურებენ და დიდ პატივს სცემათ ძალიან. ხალხო, დღეს მსოფლიოში, აი მე მინდა თქვენ პირდაპირ გითხრათ, დღეს მსოფლიოში რო დაწყებულია ესეთი ანტისემიტური განწყობები. ყველგან მსოფლიოში, ყველგან აი X-ზე შესვლა არ მინდა, იქ ისეთი პოსტები მხვდება, რომ აი თავი მგონია ნაცისტურ გერმანიაში. ხალხო, ეს არის ბრალეულობა იმ ხალხის, რომლებიც სამწუხაროდ თქვენი ბედიც არ ადარდებთ. თქვენი ბედიც არ ადარდებთ. მათი გეგმები არის კონკრეტული პოლიტიკური, კონკრეტული პროექტები, სადაც გაწერილი აგენ, ნახეთ, სირიაში მოიყვანეს ტერორისტი ჩვეულებრივად, აქ ახალი მილსადენი გადის ყატარიდან, სადაც გაიდიან და გამდიდრება ისევ ამერიკა და ისრაელი, იხეირებენ ისევეგენი, ანუ ხალხო, დამიჯერეთ, რასაც გეუბნებით. ყველანაირი პრობლემა, რაც კიდევ, ამაზე ცალკე ჩაგიწერთ ვიდეოს, რაც 1980-იანი წლებიდან დღემდე სოფლიოში განხორციელდა, მათ შორის ეს იქნებოდა ერაყის ოპერაციები, კუვეითზე, ისინი რა ქვია, ანტიტერორისტული, კონტრტერორისტული, ეს ალ-ქაიდას წინააღმდეგ, ჰამასის წინააღმდეგ, რავი, ჰეზბოლას წინააღმდეგ, საღვთო პარტიის, ანუ ყველაფერი არის გამოგონილი ამერიკელი სიონისტების მიერ. ანუ ამაზე ფაქტობრივ მტკიცებულებას მოგიყვანთ, რომ ტერორიზმი იმიტომ შეიქმნა ახლო აღმოსავლეთში, რომ მაგ ტერიტორიაზე რუსეთი უბრალოდ არ არსებობს, რომ რუსეთი აქციონ მტრის ხატად. შესაბამისად, თქვენც უბრალო ხალხო, აი თქვენც გეუნებით, როგორც მე ვარ უბრალო თქვენსავით, თქვენც ამაში გიყენებენ და ჩვენც ამაში გვიყენებენ. ეს ხალხი მშვიდობიანი ხალხი, გინდა პალესტინელები, გინდა თვითონ ებრაელები, ვინც ისრაელში ცხოვრობენ, ეწირებიან კონკრეტულად აი ამ პოლიტიკური ამბიციებისა და კულისებს მიღმა არსებული დიდი კაცების ინტერესებს. აი ეს არის მეგობრებო თანამედროვე პოლიტიკა, თანამედროვე პოლიტიკა არის სისხლიანი, ყოვლად უსამართლო, ანუ სამართალი უბრალოდ აღარ ეძებოთ არაფერში. ეძიათ ხოლო თვითგადარჩენა მეგობრებო, ეძიათ გზა ღმერთთან მისასვლელად, რომ დაუბრუნდეთ თქვენ ჭეშმარიტად, ღმერთის მეტი პატრონი თქვენ არავინ არ ყავთ. თანამედროვე დროს, გინეს ორგანიზაცია იქნება, გინეს კომპანია იქნება, გინეს სახელმწიფო, უბრალოდ მოეშვით ტყუილად რაღაც ისეთ ძალებთან ბრძოლად, რაც თავიდანვე წაგებულია და მათ შორის აგერ მაქვს ხელმოჩენ გამოტანილი. სანამ ესე არის მოქმედებთ, მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ხალხო, რომ გქონდეთ ღმერთის იმედი. მეტი, აი ხა მე რასაც უყურებ რა კადრებიც ვნახე და რა მოვლენებსაც მე ვაკვირდები ხა, ხო? ანუ მართლა ესეთი კითხვა მიჩნდება. რამდენად უსამართლოა ეს სამყარო? როგორ ეწირებიან ჩვეულებრივი ადამიანები სწორედ აი ესეთი ბუმბერაზი ადამიანების ინტერესებს? რომელსაც აქვს გაწერილი პროექტი, გაწერილი პროგრამა და ამ პროექტს დეტერმინირებულად მიყვებიან წლების განმავლობაში. ასე იყო დაგეგმილი მაგალითად გოლანის მიწების აღება, ასე იყო დაგეგმილი მაგალითად ღაზის ოპერაცია, ყველაფერი იყო დაგეგმილი. დროთა განმავლობაში ჩვენ ამას ყველაფერს ვიხილავთ. ძალიან საღი თვალით. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ვნახეთ მიკერძოებული არ ვარ, რაშიც გასაკრიტიკებელი იყო, გავაკრიტიკე ერთი მხარეს, რაშიც გასაკრიტიკებელი მეორედ გავაკრიტიკე, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველაზე ფუნდამენტური, რომ ჩვეულებრივ ხალხს, გინდა ეს იქნება პალესტინელი, გინდა ეს იქნება ქართველი, გინდა ეს იქნება თვითონ ებრაელი, ყველანი იყენებენ ამ ხალხს აი ამ მიზნების ასრულებლად. თორე არც თქვენ, თორე ისრაელში იყო საპროტესტო აქციები, რამდენიც გინდა. რო აპროტესტებდნენ მათ შორის პალესტინის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს. მაგრამ რა მოხდა? რა შეიცვალა? რამე შეიცვალა? არაფერი საერთოდ. აი ეს არის უბედურება, მეგობრებო. ამიტომ მე ხა ეს ყველაფერი თქვი თანმიმდევრობით, იმიტომ განახეთ რომ მინდა წარმოდგენა გქონდეთ რომ ეს ყველაფერი არ არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი. ტყუილად არაფერი არ ხდება თანამედროვე სოფლიოში. ირანი ამ შემთხვევაში არის სატყუარა. ირანს გამოაჩინა ის რომ საერთოდ არაფრის ტრაკი არ აქვს, იმიტომ რომ გადაჭარბებული წარმოდგენა ქონა ჩვენ ირანის შესაძლებლობაზე და თურმე ეგრე არ არის. პატარა აგერ ისრაელი რასაც უნდა იმას უკეთებს, ანუ ბურთი და მოედანი მთლიანად მაგისია. და პარიხა რა გამოუშვებს ახლა რაღაცა ფეიუერკებს ახლა თელავივის თავზე, რაღაცა 1-2 რაღაცას მოხდება და დანარჩენს რკინის გუმბათი აგდებს. ვერ არა პასუხი, მეტი რა უნდა უკრას. პატარა ისრაელი ამხელა იმას, აი კატატომი და ჯერი როგორცა ის ეთამაშება და სადაც დაიჭერს ყველგან აფარჩაკებს ამ ირანს. მარტო ირანს კი არა მთლიან თელ არაბულ სამყაროს.
ამიტომ მეგობრებო, ეხლა მოვლენები როგორ განვითარდება, მაგას ამოდენიმე დღეში ჩვენ ვნახავთ და როგორც კი განვითარდება, მე ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თქვენ განახებთ დეტალურად იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ და რაღაც გაუგებრობებში არ შეხვიდეთ და რაღაც ისეთი კითხვები არ გაგიჩნდეთ, რომ ეს ყველაფერი რაღაც შემთხვევით და ომები არ ხდება შემთხვევით, სპეცოპერაციების შემთხვევით არ ხდება, ყველაფერს აქვს თავისი საბაბი, თავისი მიზეზი და შესაბამისად თავიანთი შედეგები. ვნახოთ რა იქნება. მოვლენების განვითარებას დაველოდოთ. ასე რომ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თქვენი აზრი დაწერეთ ამ კონფლიქტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიძლება თუ რამე მნიშვნელოვანი მე გამომრჩა, მივიღებ დიდი სიამოვნებით მაგ კრიტიკას. დროებით.